იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა. იესო ქრისტეს საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა. მართლმადიდებელთა რწმენით ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს აღდგომის წინადღეს აღესრულება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15 საათსა და 32 წუთზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15 საათსა და 36 წუთზე გადმოვიდა. მას საქართველოში დღეს ღამით ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ჩავიდნენ. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მე-3 საუკუნეში გადმოვიდა.